მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიწყებთ გადმოცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ გარკვეულ სტანდარტს არც თუ ისე მაღალს ეს თავდაბლურად ვამბობ, მაგრამ ანალიზისა ქართულ ტელესიმწეში ვაკმაყოფილებთ. გუშინ იყო 9 მაისი, გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების ამ თარიღს. ეს 9 მაისი არის თარიღი და არა 8 და არა 12 და 17. ეს არის გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვების თარიღი, მეორე სოფლის დასრულების ხარისხი არ არის 9 მაისი, თარიღი არ არის 9 მაისი. მეორე ომი დასრულდა იაპონიის, მეორე სოფლის ომი დასრულდა იაპონიის კაპიტულაციით. ეს ისე ექსკურსი მოკლე ისტორიაში. მოსკოვში გრანდიოზული პარადი ჩატარდა, ჩვენ აუცილებლად ნავილაპარაკოთ ამაზე. ლიბერდებილები დასინოდნენ უჩიჩს, დასინოდნენ ფიცოს, დასინოდნენ პუტინს პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველა მოარი უთხრა პარადზე გამოცხადებაზეო და ჩვენ ნახეთ უნიშნულოვანესი ქვეყნება, რა თქმა უნდა, ქვეყნები, მათ შორის რა თქმა უნდა ამხანაგისი, ჩინეთის ლიდერი და ბევრი სხვა ევროპული ქვეყანაც ნახეთ. უჩიჩი, ფიცო და ორბანი არ ჩასულა, ხო, რამდენიც მე ვიცი. ორბანი არ იყო, მაგრამ სულ და გულით ორბანი იქნებოდა იქ, ბუნებრივია. და კიდევ ერთხელ დავწმუნდით, თუ რაოდენ დიდი ძალის მობილიზება შეუძლია რუსეთს მნიშვნელოვან კრიტიკულ სიტუაციაში და ისტორიის ყველა მონაკვეთზე ესე იყო. გარწმუნდით, ვინც იცის რუსეთის ისტორია, ეგზისტენციური საფრთხის დროს რუსეთი ძლიერდება. თავიდან სუსტდება და მე ისევ ძლიერდება. და ასევე ჩვენ გასაოცრად ნახეთ იქ პაშინიანი. ჩვენი ლიბერდებილები ამუნათებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათო გზა გაუხსნეს ფიცოს თვითმფრინავს და თვითმფრინავს გზა დაუკეტა ორმა იდიოტმა ქვეყანამ. არ მინდა სახელს დაგვარის დასახელება, თორემ ბალტიისპირეთში არის ქვეყანა და დაუკეტა ევროკავშირის ქვეყნის ხელმძღვანელობამ, დაუკეტა მესამე ევროკავშირის ქვეყნის ლიდერს საჰაერო გზა. ხო მაგარია, კი ბატონო. და ჩვენ რატო არ გავაკეთეთ ესო? რატო გაუხსენითო? ესეთი სივრცის გახსნა ხდება მაშინ, როცა დაკეტილია. რუსეთს საქართველოს საჰაერო სივრცე დაკეტილი არ არის. შესაბამისად ჩვენ უნდა არ მიგვესა საშუალება გატარებისა ფიცოსი. ან ჩამოგვეგდო საერთოდ, ან ჩამოაგდებდა მაგალითად, ვინმე ჩამოაგდებდა, სააკაშვილი, არ ვიცი. და პაშინიანი, რომელიც რა თქმა უნდა აკლემით არ გაფრინდა, შემოვლითი გზით და აკლემებით და ცხენებით არ წავიდა, ასევე გაფრინდა. მაგი რო გაფრინდა, მაგაზე ხმას არ იღებენ. ანუ ჩვენ ორმაგისთან კი რა დებილობა, აი როგორ დაეცა, როგორ გადებილდით, მეგობრებო, დიდი ბოდიში რო აი ამას ეთერში ვამბობ, ჩვენ სერიოზული ანალიტიკური გადაცემაა, მაგრამ იმ ანეკდოტის არ იყოს შორიდან მეც მეგონა რომ აუპატიურებდაო და ახლოს რომ მივედი და ვინახე რა ხდებოდაო და მეც შემიძლია თქვენ არაკომპეტენტურები და უბრალოდ დებილები ხართ, მეგობრებო, იმიტომ რომ ფიცოზე ანთი ამბავი ატეხეთ და ფაშინიანი თქვენი გონიათ მეტი არაა ჩემი მტერი ლიბერდებილიო და ოღონდ ცოტა მორცხვად იდგა თუ გახსოვთ არ ასხივებდა სიხარულს, მაგრამ იდგა იქ. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ სამყარო მიუხედავად ლიბერდებილების სურვილისა იცვლება ყოველ დღე, ანუ დაჩქარდა ყველაფერი და ჩვენ მაინც უყურებთ ალტერნატიული ამერიკის და დასავლეთის ალტერნატიული ცენტრის გაძლიერებას. შეიძლება ვიჯელოთ იმაზე ტრამპის ქმედებამ სავაჭრო ომი რომ გამოეცხადებინა ჩინეთისთვის დააჩქარა თუ შეანელა ეს ცენტრის ჩამოყალიბება, ჩემი აზრით მიდენა ჩინეთი რუსეთისკენ. ეგ საკეთება, მაგას ჩვენ დაუბრუნდებით, ტრამპის ასე დღე გავიდა და მაგ შედეგებსაც შევამოწმეთ, მაგრამ სამყარო იცვლება. მოდით ჩვენ ვილაპარაკოთ შემდეგზე. ეს არის ძალიან საინტერესო. რა შვება ამერიკა ჩვენთან მიმართებაში? სავსებით შესაძლებელია კონგრესის სენატმა, კონგრესმა მიიღო სენატმა ეს იდიოტობა, რასაც ქვია მეგობარი აქტი აღარ ქვია, ჩინეთის, ირანისა და რუსეთის ზეგავლენის შესუსტების კანონი. ოღონდ ჩინეთთან ჩემი ძმაკაციაო, ტრამპი ამბობს და უნდა მოველაპარაკო. არც პუტინზე აკლებს ისე. პუტინზე ცოტა დაიცა ჩერკიცე. ხო, ქაოსია, სერიოზული ქაოსია. რას ნიშნავს ჩვენთვის? მე გეტყვით ერთს. მე ეს დავწერე და მე განვარცოთ რა. ამერიკა საქართველოში თავს იკლავს. ჩვენ ამას ხელს ვერ შეუშლით, თუნდაც გვინდოდეს. დასავლური მეინსტრიმი, დასავლური აჯენდა, დასავლური პოლიტიკა საქართველოში იკლავს თავს.
ყველამ ვინც იდიოტი არ არის, გიჟი არ არის, ფულს არ იღებს პირდაპირ დაინახა რომ ეს საშინელი ტყუილი ორ პირობა, ორ მაგის სტანდარტი როგორც ჩვენ გვექცევიან, როდესაც მაკრონი სირიის ლიდერს ხდება ელისის სასახლეში და ჩვენზე ამბობს რომ ჩვენ თურმე ვართ ადამიანის უფლებების დამღებები და იქ სახელმწიფო ღირსებით და პაჩოტით ხდება სირიის ლიდერს რომელიც წარსულით სხვა შეიძლება ძალიან ჰუმანური კაცი იყო წარსულში ჩვენ და ეხლაც ну ეს არის უკვე ზღვარს მიღმა შეიძლება გვეფიქრა რომ ვაიმე ჩვენ რა გვეშველებაა როცა დაგვასანქცირებენ ვიზას მოგის მაგრამ მე უკვე მეცინება არ შეიძლება თამოყარე ერი ოდნავ მაინც ამ ამბავს რომ ჩვენ დაგასანქცირეს შეხვდეს რევოლუციით არამე უკმაყოფილებით ამ ამბავს შეხვდება და სახელმწიფოს მიერ გადადგმულ სუვერენიტეტისკენ გადადგმულ ნაბიჯებს შეხვდება ღირსებით და ისე როგორც ადამიანს კაცს ქალს რა ვიცი ქრისტიანს შეეფერება ჩვენ რა იმდენი დიდად გვაწვევიან სიგიჟის ზღვარზე ხდება ეს ყველაფერი რომ უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ რომ ის ადამიანების კი რომელსაც ქართული ოცნება არ მოსწონს ისინიც კი არ დაუჭერენ ამ საბაბით რაღაც არეულობას კარგით მოდით ამაზე ვილაპარაკოთ ანუ ამ აქტზე ეგრეთ წოდებულ მეგობარი აქტი კიდე კაი აღარ არის თქო იცი რა შალო მოდი ასე შევხედოთ რა მე ბევრჯერ მithkoms ამ ეთერში და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ დასავლეთის სიძლიერე ილუზორული იყო რა იდეაში ანუ მე კი არ ვამბობ რომ დასავლეთი არ არის ძლიერი ძალიან ძლიერია უბრალოდ მისი ინსტრუმენტები ადრე სხვანაირი იყო და ძალიან ხშირად დამყარებული იყო ილუზიაზე რომ მას რაღაცა შეეძლო და იმ მომენტში შესაძაც აღმოჩნდა რომ მას რაღაცები არ შეუძლია ეს ძალიან ცხადად გამოირკვა რუსეთ უკრაინის ომში გამოირკვა ჩინეთთან მიმართებაში ან ძალიან ბევრ ადგილას გამოირკვა თვითონ ამერიკაში გამოირკვა ევროპაში და გამოირკვა საქართველოში იმიტომ რომ ანუ როგორ იყო რა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ალყაში ვყავდით ბალტიისპირელ იდიოტებს სომხეთში არ გამოირკვა ფაშინიანი რო იქ სომხეთში ხო იძახდა რომ აი და არა შავსამაი გამოირკვა ძალიან დიდი რატო ჩავიდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ალყაში ვყავდით ბალტიისპირელ იდიოტებს რომლებიც აქ ჩამოდიოდნენ და საკუთარ პარტნიორს მიხეილ სააკაშვილის გამო ყოველდღიურად გვაყენებდნენ შევაწყობებს. და მთელი ქვეყანა ჩვენ ამის გამო ვიყავით ტრაურში, რომ აი როგორ შეიძლება ვიღაცა რაღაც გიჟიმანტასი და პავილიონების და რაღაც უცნაური გვარებმა როგორ всё ეხა დაგვერხა ხო და აი ჩვენ ვიყავით როგორ იცი რომ აი რაღაცნაირად აი შევაწყობთ და ვაიმე უფრო სანამ რაღაც მომენტში არ აღმოჩნდა რომ არ და ოდესაც გამოირკვა რომ არაფერი არ შეუძლიათ გაქრენ ეს ტიპები ეს გიჟიმანტასები და ვიღაცები აღარ არსებობენ ხო არა გაქრენ ყველაზე სასაცილო ის არის რომ პოლიტიკურადაც გაქრა დიდი ნაწილი იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ გადადგნენ ეს სიდებილეები არც მათ ქვეყნებში არ დაუკვლიათ მათ ჩვენს მიმართებაშიც გაქრა და ეს შავად ძალიან მნიშვნელოვანია ანუ თქვათ რა რომ დასავლეთს ჯერჯერობით ძალიან სერიოზული ეგზისტენციალური პრობლემები აქვს და ტრამპი თითქოს კი იყო ამ მის მხსნელი, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ 100 დღიდან გამომდინარე მე თელად ისეთი დარწმუნებული აღარ ვიქნებოდი მის ასკოთ ამ მხსნელობაში როგორც ბევრს გონია. მე ამ ხრივ სკეპტიციზმისკენ მივისწრაფეთ, მაგრამ თავარი რა არის რომ მოდით შევხედოთ ასე. საქართველოში ჩვენს კულტურაში გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ არ გვიყვარს არასამართლიანი მოპყრობა. ან შეიძლება ვიღაცებს გონიათ რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ქართველებს არ გვიყვარს უსამართლობა. ჩვენ დასავლეთი როგორც გვექცევა, ეს არის ცალსახიად უსამართლობა. შესაბამისად, ჩვენ ამას ეს არ იმოქმედებს ჩვენ წინამდე ერთ ცირე იმას ვიტყოდი. ერთი რამოდენიმე დღეს წინ ნახე აი ეს კონფორმისტი პროფესორები რო არიან და TESEL-ს და იმის რაღაც გრანტებზე რო ზიან რო დებენ ხოლმე რაღაც სტატუსებს საქართველოზე რა. ანუ რა არის რომ საქართველოში ყველა ცდილობს დაგვარწმუნოს რომ ეს მთელი ეს დაუმთავრებელი სანქციები რაღაც შედეგებს გამოიღებს საქართველოზე. 3 წელია გრძელდება ამ 3 წელიწადში საქართველოს განამტკიცა სუვერენიტეტი
წარმოუდგენელი ეკონომიკური მსგავსება და აღმოჩენთ რომ სახელმწიფო ვართ. კი ბატონო. ხო, პირველ რიგში კлау გილოცავთ გამარჯვების დღეს. აი გამოვიდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი დღეს? მოდი, იმიტომ რომ იმ სწორედ იმ პოლიტიკასთანაა დაკავშირებული, რა პოლიტიკას დღეს მიმდინარეობს. ფაშიზმი კი დამარცხდა 45 წელს, მაგრამ ფაშიზმმა სახე იცვალა, ის გახდა უფრო ფერადი, შეიძლება ესე თქვას, ბიოლოგიზმიდან გადავიდა კულტურულ ფაშიზმებზე. თუ კი აქამდე რასაზე იყო, ახლა შენ თუ რასობრივი თეორია, ახლა უკვე გენდერის თეორია. შენ თუ ახლა არ ახარ. არა, ზუსტად რასობრივი თეორია აღარ არის გენდერი. ცოტა ფერები შეიცვალა. ფერები პირდაპირ მნიშვნელობით კი ბატონო. მაგრამ ფუნდამენტი ამ ყველაფრის დარჩა იგივე. როდესაც აღწერენ ხოლმე რა არის ფაშიზმის პოლიტიკა რეალობაში და ჰიტლერთან მიმართებაშიც ხო ის რაც რაღაც რა თავის დროზე ორუას უწერია რომ ყოველდღიურად იცვლის ხო მტერს მოყვარეს ყოველდღიურად ტრიალდება სამყარო და ამას არ აქვს რაციონალური ფუნდამენტური რაღაცა შინაარსები ხო ეს ფაშიზმის გამოვლენებებია ის რომ რაციონალიზმის ნაკლებობა არის საზოგადოებაში ის რომ ლოგიკის ნაკლებობაა, პრინციპულობის ნაკლებობაა საზოგადოებაში, ყველას გირჩევთ ნახოთ კონფორმისტი ესეთი ფილმი ძალიან მაგარი ბერტოლუჩის ფილმი. აი ესეთი ტიპის ადამიანების, ესე იგი, საზოგადოება, ფაშისტური საზოგადოება სინამდვილეში. და ჩვენ დღეს როგორ საზოგადოებასაც ვხედავთ, რასაც ვხედავთ, ხო? ჩვენ ვხედავთ სწორედ აი ამ ჭარბ, ანუ ხო შეიძლება იყოს ორმაგი სტანდარტები ვის უკვირს პოლიტიკაში, მაგრამ ეხლა იმდენად არის ეს ჭარბად მოწოდებული, იმდენად არის ეს ყველა მხრიდან და ხილებული, მოდი ესე ვთქვათ რა. ანუ როდესაც ფიცოს გატარებაზე ვამუნათებენ და რუსებს გეძახიან და ფაშინიანის გატარებაზე არაფერს არ ამბობენ. ნუ სიგიჟია ჩვეულებრივი რა. ანუ ფაშიზმია ამისთვის შეიძლება არა ეს კარგია და ეს ხო და აქ არის სწორედ ის რომ აი ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვდეს რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ფაშიზმი დამარცხდა და არ იყო ესეთი სამყარო. ეხლა მოძლიერდა ფაშიზმი, ჩვენ სინამდვილეში ხა მაგას სხვა ტერმინებით აღწერთ, რა თქმა უნდა, მაგრამ იგივე იდენტური ზუსტად არ არის, რაც იყო 30-იან წლებში, მაგრამ ის რაც დღეს კვიდრდება, დამკვიდრდა უკვე, ხო? ეს არის ყოველ შემთხვევაში ღირებულებებში ფაშისტური რაღაცა იდეოლოგიის დომინაცია უბრალოდ სახეცვლილი, ხო? და აქედან გამომდინარე ამ თარიღს ტყუილუბრალო არ ებძვიან. ეს არის თარიღი, რომლის გადაკეთებაც უნდა, რომლის შეცვლაც უნდა, აი იყო ხო 8 მაისზე იყო ხო საუბარი. ხო, მოდით აღვნიშნოთ 8 მაისს. 8 მაისს არ აღნიშნეს ფაშიზმის გამარჯვების დღე. მათ სინამდვილეში 8 მაისი და 9 მაისი კი არ აღერდოთ ზოგადად ესეთი. მათ აღელვებთ ის რომ ფაშიზმი არ იყოს. ფაშიზმზე გამარჯვება არ იყოს. თორე თავისი ის რომ აღენიშნათ ფაშიზმზე გამარჯვება, ხო? მათ უნდა ეთქვათ რომ ჩვენი წინაპრებიც იღებდნენ ამაში მონაწილეობას და ასე შემდეგ. არა, ამას არ ამბობენ ისინი. სწორედ ამიტომ მე მიმაჩნია რომ ის რაც ეს ორმაგ სტანდარტებზე რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ეს არის სწორედ ის მორალური ფაშიზმი, რაც შენთვის არ შეიძლება ფაშინიანისთვის, რაც თუ კი შენთან დემოკრატიის უკუსვაა, იქ დემოკრატიის გამტკიცებაა სირიაში კი. და ასე შემდეგ, არადაც სირიაში სულ ახლახანს მოხდა ეთნო გენოციდი, რელიგიურ საფუძველზე, არა მარტო რელიგიურ. ხო, მაგრამ მოხდა და ემუქრებიან დრუზებს ახლა, ხო? საქართველოში შეიძლება საქართველოს მიმართ კონდეს პრეტენზიები და არ არის ახლა ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არის ინტერესებზე აგებული და გასაგებია ჩემთვის რომ კი შეერთებულ შტატებს არ მოწონთ და ბუნებრივია მისი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და არ შეიძლება ნაკლებად იყოს მისაღები საქართველოს ჩინეთის ურთიერთობა. ეს ჩემთვის გასაგებია, ხო? მაგრამ როდესაც შენ ქვეყანასთან ურთიერთობაში შედიხარ, შენ უნდა შეთავაზო ამ ქვეყანას რაღაცა უკეთესი, ხო? და შესაბამისად ურთიერთობა არის ინტერესებს შორის თანხმობა. როცა შენ ქვეყანას თვლი რაღაცა მწერად და ეუნები რომ ბუზო იქით გაფრინდა და რაკეთა რა უნდა შემოგთავაზო თან პრობლემს იჭმოხნი პლუს ეგრეთ წოდებულ მეგობარაკს და სინამდვილეში სიგიჟეს უწესებ რაღაც სანქციებს ეს როგორია ვერ გავიგე საერთოდ არის მეტად კნუტა იპრიანიკა
მაგას მარტო კნოტი აქვს, მარტო შოლტი აქვს და ეგრე სად არის რა? პრიანიკი არც გვინახია თვალი. ამერიკელების პრიანიკი რა არის არ ვიცით. აი რომ მათრახს არ არა, დაგარწავენ ხო, ხო. დაის დაგარწავს. ხო, ანუ ცოტა ხანი არ დაგარწავს, ეგ არის თაფლაკოე. მარტივად ავიღოთ, აი კი იყო ოკუპაცია იაპონიის, მაგრამ მაშინ ცივი ომის კონტექსტში ამერიკა იძულებული იყო, რომ იაპონიისთვის მთელი რიგი პრივილეგიები მიეცა და მათ გაეჩერებინათ, ხო? მათ შექმნეს ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. ანუ ეს არ შეუჩერეს. მოდით რა, კი ბატონო, შეიძლება ახლა გვესვის, რომ პატარა სახელმწიფო ვართ და ბევრი არჩევანი არ აგვაქვს და რა არჩევანიც აქვს, ის უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ როდესაც მარტო ერთ მხრიდან ჩდება ეს არჩევანი და მეორე მხრიდან არის ზეწოლა, ეს უკვე აღარა არჩევანი, ბუნებრივია, რასაც აირჩევს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხო? გასაგებია ეს. ამიტომ რაღაცა უნდა შეცვალონ მათ ურთიერთობები, მათ უნდა გაიაზრონ, რომ იმისთვის რომ საქართველოს იყოს მათამი კეთილგანწყობილი და ლოიალური, საჭიროა შენც დახარჯო არა იმაში, რასაც აქამდე ხარჯავდი NGO-ებში და ასე შემდეგ. არამედ მისი სახელმწიფოსთვის საუკეთესო სიტუაცია, მარშალის გეგმა ჩვენ გვაწყობს. მინიმუმ უვიზო მიმოსვლა, დაუშვათ. პირდაპირ მინიმუმ ორმაგი დაბეგრის გაუქმება. მინიმუმზე მინიმუმი ამერიკისთვის ეს არის არაფერი. უვიზო ქართველებს რამდენი მოქალაქე ვართ რა? კარგი თქო. ზოგადად მეც უერთები მილოცვას ამ უდიდესი გამარჯვების დღეს 80 წელი გავიდა და მართლაც აი ისტორიული კონტექსტი ისეა რომ რაზეც მაშინ ესეთი ბრძოლის ველზე იმ კონკრეტულ ფორმაში დამარცხდა არ არის მაინც დამარცხებული საბოლოოდ რა და ამას ცხადია აქვს თავისი მიზეზი და ეს არის თვითონ ამ დასავლურ კულტურაში რაღაცნაირად წარმოიშვა ეს მიდგომა ადამიანების დაყოფისა, თქვათ, უბერმენშებად და უნტერმენშებად, ანუ ზე ადამიანებად და ქვეადამიანებად. თვითონ ფაშიზმიც ვულგარულ ნიჩიანელობაზე დგას და თუმცა ნიჩე ცხადია ნაციონალიზმს განეშორებოდა, მაგრამ თვითონ ევროპაში, ანუ ის რომ დღეს ამ ფორმა იცვალა და ლიბერალური ფაშიზმის სახით გვაქვს, ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ამაც ევროპას დასავლური სიკეთეები ხშირად იდგა ამ რაღაც ძარცვაზე, სხვა კოლონიების ათვისებაზე და ასე შემდეგ და ძალიან ძნელია რომ თქვათ კი ჩვენ ვიცით რომ ხა კოლონიური და ნეოკოლონიურ ასე თქვათ ეპოქაში ვართ, მაგრამ ის ძველი მიდგომები მათ უნარჩუნდება და ეხლა წარმოიდგინეთ ამერიკა ან ევროპა, რომელიც აი იგივე აფრიკელებს უყურებდა ეს როგორც დაბიო ადამიანებს და რატომ უნდა უყურო ვიღაც 3-4 მილიონიან ქვეყანას რაღაც თანასწორად, ხო? როცა ეს გეუბნება, რომ აი მე რაღაც ისტორია, კულტურა, ქრისტიანული კულტურა და რაღაცა ესეთებს გეუბნება და ის გიყურებს როგორც მართლა ქვე ადამიანს. ანუ ამათ ამ კულტურის კოდშია, კი, რაღაც კი ცდილობენ ამ პოლიტკორექტულობით რაღაცნაირად ზედაპირულად ამის გაშალაშინებას, მაგრამ მაგათში არის ეს რო შენ როგორც ქვე ადამიანს ისე გიყურონ. რაც შეეხება ეს დღევანდელობას, ხო? სწორედ ამაში ჩანს რა ეს მეგობრული ეგრეთ წოდებული აქტი და სინამდვილეში მე ჩემი აზრით არც ისე მეგობრული და მეტის მტრული აქტი მიიღეს, არის ის რომ რაღაც აზრით ამაში არის დადებითის დანახვა შეგვიძლია და რა. ანუ ჩვენ რაღაცა ილუზიების მსხრევა აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენი სუვერენიტეტის გზაზე და ერთ-ერთი უნდა იყოს მათ შორის რომ პირობითად შეიძლება იყოს თქვა რაღაც სხვა ამერიკაც, ხო? ანუ ამერიკას აქვს თავისი ინტერესი და ის ტრამპის ადმინისტრაცია იქნება თუ ბაიდენის ადმინისტრაცია იმ თავის ინტერესს ყოველთვის გაატარებს და ჩვენი ესე თქვა აი ამ გეოპოლიტიკური მრავალფეროვნების შემოტანა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ის ბაიდენი იქნება თუ ტრამპი ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ საქართველოს უპირველეს ყოვლისა და ჩვენ კი მოგწევს ტრამპი რომ თქვა რაღაც იმ LGBT თემებზე სწორი პოზიცია დაიჭირა, მაგრამ ხა იმის მიღმა ხო არის უამრავი რაღაცა, იგივე ჩემი ინტერესი, აქამდე საერთოდ არ იყო ეს LGBT, მაგრამ ერთმანეთს იპყრობდნენ საზოგადოებები და ქვეყნები, საერთოდ არ იყო თემაში და ჰეტეროების ომი იყო, ესე უხეშად რო თქვა და ეს გავიგეთ, დამთავრდა ეს LGBT თემა, მაგრამ ეხლა არის ის რომ ჩვენ აი ამ ამერიკასთან, ტრამპის ამერიკასთან უნდა რაღაცნაირად გამართული პოზიცია გქონდეს. ტრამპის პოზიცია როგორია და რა არის ამაზე ცოტა ხანში ალბათ კიდე ვასწრით, ჩვენ რო ტრამპს ვასწრით ხო მაგარია, მაგრამ მაინც რატო ანეკდოტი რო არის ვინ გითხავს პრეზიდენტს რომ კიდევ გადმოხდა ჭიჭიკა თეთრი ხილიდან. ხო ასწრით რომელია. მე მგონი რომ მართლა ისე არ არის კარგი როგორც ჩვენ გონია და თვითონ ამერიკელებიც იტყვიან თავიანთ სათქმელს უკრაინის პოზიცია საბოლოოდ ჩავარდნილი აქვს ბატონ ტრამპს
რა საკეთებს და რა უნდა გააკეთოს. ომი ერთ დღეში ვერ დაასრულა. და ჩინეთთან მიმართებაში საერთოდ რუსეთთან მიდანა ხალხო ხო ხედავთ ხო ძას. მოთმინებით ველოდებით, მოდი ასე ვთქვათ, ვაცდით ცოტა ეს გადამეტებული იქნება ჩემისად. რატო არა? ვთქვათ რა. პოლონების განვითარებას დაველოდოთ. აგერ ინდოეთი პაკისტანის ომი ფაქტიურად ნელ-ნელა ღვიდება. საჩინეთო. ნელ-ნელა ღვიდება და ჩვენ წარმოვიდგინოთ ახლა აშკარა მხარდამჭერები პაკისტანის არის თურქეთი, შესაბამისად არის აზერბაიჯანი, ჩინეთი და ისრაელი რა შევადეთ? ისრაელი ხარს უჭერს გამოკვეთილად, ხარს უჭერს ინდოეთს. გამოკვეთილად. თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა ამ ომის რაღაცა სრულმასშტაბიანი პირობების შემთხვევაში რა მოხდება? ბირთვული არ არის აქ. რა მოხდება მსოფლიოში? არა, გასაგებია, საერთოდ უკრაინის ომი საერთოდ დაგვავიწყდება, ვის გაახსენდება უკრაინა? ისეთი მასები ადამიანები. დიდი სახაერო ბრძოლა იყო სულ ახლახანს. ხო. 21 საუკუნეში ყველაზე დიდი 150-მდე თვითფრინავმა მიიღო მონაწილეობა. და თითქოს დაკარგეს ინდოელებმა, ხო? იმიტომ პვ-ომ ჩამოაგდო, ხო? ისრაელის ისინი იყო. ორივე ბირთვული სახელმწიფოა. შეერაღება იყო პვ. არა, არა, რუსული ჩამოვარდა სახაეროვის ძალები. ისრაელის თვითმფრინავები? ისრაელისაც ჩამოვარდა და რუსებიც ჩამოვარდა. პაკისტანელებმა ჩამოაგდეს. პაკისტანელებმა ჩამოაგდეს, ხო? და აღმოჩნდა რომ ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც რეკლამაც ჰქონდა. ხო და ინდოეთი ხო არ ყიდულობდა რუსებისგან თვითმფრინავებს. სულ ნახოთ მან კიდე. კი, არა, მიგიც იყო ჩამოგდებული, ანუ რუსულიც იყო. მოდი რეიგანის სიტყვები გავიხსენოთ, რომ ფაშიზმზე რო იყო საუბარი, მან თქვა რომ ლიბერალიზმის სახით შემდგომში თუ ფაშიზმი დაბრუნდებაო, ის აუცილებლად მოვა ლიბერალიზმის სახით და აგერ ფაქტია, ხო, ჩვენ დღესაც გვიწევს ბრძოლა ფაშიზმის დასამარცხებლად. ლიბერფაშიზმის. მართალია მას ლიბერალიზმი ქვია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. პირველ რიგში მე მინდა საზოგადოებას მიულოცო ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი, ეს იყო დიდი გამარჯვება, რამაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ჩვენ ვარსებობთ და ამას ქართველები ვართ. ბევრი კითხვის ნიშნები საერთოდ არ ჭირდება. ფაშიზმი თუ არ არის, რაც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის მხრიდან თუ არ არის ფაშისტური აგერ არის გამოხტომა, რასაც ქვია, ჯერ მოდი ვთქვათ საელჩოს ამბავი? არა, საელჩოს თავი დავანებოთ. აგერ არის აქტი, რომელსაც ეკითხა მეგობარი აქტი, ეს იყო რაღაცა ცინიზმის წერვალი. იქეთ, ანუ რაღაცა მიღმა, ზღვარი რო არის და იმის მიღმა და შემდეგ შეუცვალეს სახელი და დაარქვეს, რომ გავლენებისგან უნდა გაგვათავისუფლონ ირანის, რუსეთის და ჩინეთის. ჯერ ვინ უთხრათ, რომ ჩინეთის გავლენებისგან გათავისუფლება გვინდა და გვჭირდება. ეს ერთი. ჩრდილოეთ კორეა გამორჩათ, ალბათ იმისგანაც ეხა რაღაც თუ ვერ დალაგდა, მე ახალ აქტს შემოინახეს ეთყობა, რომ მოიგონებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის გავლენებისგან უნდა გაათავისუფლონ საქართველო და ასე შემდეგ. არ გამოელევათ. ანუ და ჩვენ თუ მოვისმენდით, თქვათ, იქ როდესაც აქტთან დაკავშირებით რაღაც განხილვა მიდიოდა კონგრესში, ეს იყო რაღაცა უწიფრობის მწვერვალი. ანუ ქართველები ვზივართ, უსმენთ ჩვენთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ, როგორ შეგზღუდონ და აბსოლუტურად ტყუილებს ლაპარაკობენ. ერთი სიტყვა არ უთქვამთ მართალი. ანუ, როდესაც გამოდიოდა ვინმე უილსონი, პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველომ დაბლოკა დასავლური კომპანიები იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ ანაკლის სპორტის მშენებლობაში. ეს იყო ყველას დიდი ტყუილი, როდესაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მაგალითად ქართველები ხელისუფლება პირდაპირ მოუწოდებდა დასავლურ კომპანიებს, რომ როგორმე რაღაცა ფორმით მონაწილეობა მიიღეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტყუილი, ყველაფერი ტყუილი, რაც იყო ნათქვამი, როგორ გადავეცით ყველაფერი როგორ ჩავაბარო და ირანთან დაკავშირებით განსაკუთრებით, სასწაული 2-3 კვირის წინ სომხეთმა ირანთან ერთად
წუთნები ჩაატარა. სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების, რაღაცა რამდენიმე თვის წინ გახდა სტრატეგიული პარტნიორი. იქ არაფერი არ ხდება და ჩვენი ხელისუფლება ერთხელ იყო ჩასული თავის მეზობელ ქვეყანაში, რომელთანაც რა თქმა უნდა ურთიერთობა უნდა გქონდეს, სავაჭრო მინიმუმ ურთიერთობა და ერთმანეთს თოფები რო არ უნდა ესროლო და თურმე იმათი გავლენა ყოფილა საქართველოში. ნუ ეს ხარ უტიფრობის მწვერვალია. იყვნენ კონგრესმენები, რომლებიც მხარი არ დაუჭირეს ამ აქტს და თუ დავაკვირდებოდით, იმათი პოზიცია როგორი იყო, იცი რომ რა გინდათ გაანებეთ ამ საქართველოს თავი ქვეყანა რომელსაც რაღაცა წირი ეკონომიკა აქვს, რაღაცა სამხედრო სტრატეგიულ პარტნიორად არ გამოგვადგება. სავსე მართალია. ხო, ანუ მათი დამოკიდებულება რა იყო, იცი რომ ესენი ჩვენ არ გამოგვადგებიან იმისთვის, რაც ჩვენ მიზნები და ამოცანები გვაქვს. რა კარგია რომ ვიღაცა ეგრე ხო, ფიქრობს. ვიღაცა ფიქრობდა რომ რეალურად ეს კარგი მიდგომა მომწონს. თქვენ ოღონდ პირდაპირ იყო რა თქვა რომ ჩვენ გვინდა რომ ეს ხალხი გამოვიყენოთ იმისთვის რომ რაღაცა უბედურება მოვახდინოთ, რა არ გამოგვადგებიან თავისი გაჭირებიათ, ცოტანი არიან ბედნიერება მეტა აი პატარა ქვეყანაა, არა აქვს რაღაცა სამხედრო რესურსი, ფინანსური რესურსი და გაანებეთ თავი ნუერევით მათ საქმეში. ეს დამოკიდებულება კი დააფიქსირა იმ ხარემ რომ არ ჩაერიოთ მათ საქმეში, მაგრამ ისიც იმას ფიქრობდა, რომ იმიტომ არ უნდა ჩავერიოთ, რა ვერ გამოვიყენეთ. ვერაფერში ვერ გამოვიყენეთ. ოღონდ მეორე მხარე ფიქრობდა, რომ კი ბატონო, მეორე მხარე ფიქრობს, რომ გამოიყენებს. ანუ მათი დამოკიდებულება არის, რომ ჩვენ უნდა გამოგვიყენონ, მეტი არაფერი. მაგრამ მაინც პირველი დამოკიდებულება გვირჩევნია რა. ამ შემთხვევაში ვინც წინააღმდეგები იყვნენ, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება რა. ანუ რაც არ ქექიას ის არის. კი ბატონო, კი სტრატეგიული მიზნებია გაცხადდა ფაქტიურად, ანუ აბა რა არის ტყუილების მოიგონეს, რაღაცა შეკერეს, რაღაცა აქტი და რაღაცა შეურაცხყოფას გვაყენებენ, გვიყურებენ თვალებში და თან გვეუბნებიან რომ იცი რა, ჩვენ ამით თქვენ გეხმარებით და გავლენებისგან უნდა გაგათავისუფლოთ. ეხლა როგორ უნდა გაგვათავისუფლონ გავლენებისგან? ეხლა ნორმალური ადამიანი დაждები და ფიქრობ. თუ საქართველოში ხელისუფლება არის პროჩინური, ირანული და პრორუსული, მაშინ მათზე სანქციების დაწესება და გადაკეტვა და გადმოკეტვა ხომ არ წაიყვანს უფრო იმ ხარეს, სადაც თქვათ და იმ მიმართულებით არა, რასაც აბრალებ და იმ მიმართულებით მიდის. ანუ შენი რეალური მიზანი თუ ის არის, რომ მე გამათავისუფლო, მაშინ უნდა დამსვა და უნდა მელაპარაკო, რომ იცი რა, შენ ჩინეთისკენ რა თქმა უნდა, მე აი ამას გავაკეთებ. ვაჭრობა ელემენტარული მოსულა პოლიტიკაში. ეს ყველაფერი არის ტყუილი და როდესაც გავშიფრავთ, ჩვენ ვნახავთ რომ იმ კონგრესმენებს შორის ძალიან ბევრი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან დამფუძნებლები და დირექტორთა საბჭოში ისეთი დიდი ფონდებს თავი დავანებოთ კომპანიების, რომლებიც აწარმოებენ იარაღს. ჩვენ შეგვიძლია გვარები დასახელები გამოვიტანოთ, მე შემიძლია მოვიძიო და გამოვიტანო ფაქტები. ისინი ჩვენ არასოდეს არ გვაპატიებენ, რაც საქართველოს გააკეთა. როდესაც ჩვენ ომი არ დავიწყეთ და ეს ომი მარტო საქართველოს ომი ხო არ იყო გაცვლილი იმაზე, რომ აი ქართველები ომს დაიწყებენ და რაღაცა 5 დღე გაუძლებენ, 10 თუნდაც 50. აქ იყო გაცვლილი დიდი ადუღება საქართველოს მეშვეობით ჩრდილო კავკასიისა. ეს ომი უნდა გაგრძელებულიყო ფართო მასშტაბიანი ომი უნდა ყოფილიყო რუსეთთან და ჩვენ ხელი შეუშალეთ ფაქტურად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, ეს ორმაგი სამაგი სტანდარტები არის ძალიან ჩვენთვის უკვე კრიმინალიც არის, სასაცილოა უკვე რა. მეგობრებო, ძალიან საინტერესო საუბარია, ოღონდ რეკლამა.